როდესაც ვაშუქებდი სააკაშვილის თემას, ღონისძიებას, იყო მცდელობა რომ შემეცვალა ტექსტი, თუმცა არ დავემორჩილე მაშინ ამ შესწორებას და ხმა ჩავწერე და დავამონტაჟე სიუჟეტი ჩემს პირველად ვერსიაზე და ეთერშიც ეს ვერსია გავიდა. მაშინ მახსოვს შემდეგ ასაკვირად სამსახურიდან, საყვედური არ გამოუცხადებიათ, სამსახურიდან არ გავუგდივარ საინფორმაციო სუფროს. ნელ-ნელა პოლიტიკური თემებიდან საერთოდ ჩამოცილებული ვიყავი. Უსტად იგივე მოხდა ივანიშვილის დროსაც, ვაკეთებდი პოლიტიკურ თემებს, მაგალითად პირველივე ჩარევის მცდელობა იყო თუ არ ვცდები 2013 წელს. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უჩიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ის არ გასცემდა საჯარო ინფორმაციას, თუ რა უჯდებოდა ბიუჯეტიდან ახალი მანქანების შესყიდვა და ამაზე მომზადებულ სიუჟეტში კარგად ჩანდა, თქვა სამინისტრო როგორ არღვევდა კანონს, მაშინდელმა პრესამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა, რომელიც დღესაც ასევე ამ მთავრობის სამსახურშია, პირადად დამირეკა და მთხოვდა სიუჟეტში შემეტანა ტექსტი, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ასევე ეს ტექსტი იყო გარკვეული დისკრედიტაციაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას არ დავემორჩილე. მაშინდელი დროიდან უკვე დაიწყო ჩემი პოლიტიკური თემებიდან ისევ ჩამოცილება. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიფორმა მას შემდეგ, რაც დახურა საკუთარი ტელეკომპანია GDS 2017 წელს და მთელი ეს GDS-ის გუნდი გადმოსხა, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მაგალითად, ამ სუპერდესკის დროს ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა, სიუჟეტი ეხებოდა სტრასბურგის საქმეებს, თუ როგორ ვთქვათ, სტატისტიკურად აგებდა სახელმწიფო და მოქალაქეები უგებდნენ ამ დავებს. ამ სიუჟეტში ნაჩვენები იყო ისიც, რომ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ადამიანებმა მაინც ვერ იპოვეს სამართალი და მაშინ იანთაძე მთხოვდა სიუჟეტში ცვლილებების შეტანას, რომ პირდაპირ მექო ივანიშვილი, რომელმაც მისივე სიტყვებით ძალიან ბევრი რამ გააკეთა ციხეებში და ასე შემდეგ. ამაზე ძალიან აღშფოთდი და არ დავემორჩილე მაშინ ბრძანებას და უკვე საბოლოოდ მოხდა, საერთოდ გადაღებებზეც აღარ მიშვებდნენ, მარტო მევალებოდა 1000-ში ერთხელ. იმდენად არაჯანსაღი გარემო შეიქმნა, საერთოდ დავტოვე, არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელი, არამედ ქვეყანა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცენზურა ძლიერდებოდა მაშინ, როდესაც იწყებოდა საარჩევნო პერიოდი და სიის აკრძალული რესპონდენტების სია ფართოვდებოდა საარჩევნო წელს. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ ერთი კონკრეტული სიუჟეტი არ უნდა გასულიყო ეთერში და მე ამის შესახებ ჩემს უშუალო პროდიუსერებს ვაცნობე და უთხარი, რომ მეთქი თუ ეს ასე მოხდებოდა, მე დავტოვებდი არხს და განვაცხადებდი, რატო ტოვებდი არხს. საბედნიეროდ ჩემი პროდიუსერები მეთანხმებოდნენ, ჩემს პოზიციას ეთანხმებოდნენ, ასევე ეთანხმებოდა გადაცემის წამყვანი მე და დარსალია ამას. ვასილ მაღლაფერიძესთან იყო განხილვა ამ თემის. ვასილ მაღლაფერიძე მაშინ ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა. თქვა ასეთი ფრაზა, რომ რაც გინდათ ის ქენით და თქვენ ხართ არაპროფესიონალები. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ვასილ მაღლაფერიძე და მასთან ერთად ეკაშონიაც რაღაცნაირად დისტანცია დაიჭირეს მთელ გუნდთან. მე დამიბარეს და მითხრეს, რომ რატომ გავიგე ის, რაც გავიგე არხზე. ეს გადაცემა უკვე დახურულია და სხვა მე როგორც ვიცი, სხვა ფორმატით გადის, თუმცა ძველი შემადგენლობა ამ არხზე აღარ არის. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ არაერთი თანამოაზრია და მე ვხედავ იმ სულისკვეთებას, რომლისთვისაც მუშაობდი 2016-2019 წლებში აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, როცა ეს მაუწყებელი იქცა ერთადერთ და მიუკერძოებელ ტელეარხად, თუმცა ქართულმა ოცნებამ მოახერხა საქართველოში ჩემი დამარცხება, როგორც ერთი დირექტორის, ვისაც ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი დაენახა ქვეყანას. ჩვენ დღეს ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთელ სიმახინჯეს, იმას, რასაც ეთერში
ადამიანები გრძნობენ და რაც ეთერს მიღმა ხდება, როგორ მივედით დიქტატურამდე, ცხადია მივედით იმ სიჩუმით, რაც უმრავლეს შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ ჟურნალისტებს ჰქონდა. მე ჩემი ერთი მაგალითით მივხვდი 2019 წელს, როგორი ფასტიკი იქნებოდა დიქტატურის გეგმები, რადგანაც ჩემ შემთხვევაში მე ვნახე ტაიმლაინზე სწორად გაწყობილი პროვოკაციები, რომელთა გამკლავება, რომლის გაძლება იყო ურთულესი იყო ცხადია სასამართლოს დამოკიდებულება და ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც საპასუხოდ დამდნენ პოლიტიკოსები ჩემ საქმესთან მიმართებაში, ეს იყო ბრალდებები, ეს იყო ცრუ თავდასხმები, არასწორი ინფორმაციით გაჯერებული თავდასხმები, თუმცა მე ვაგრძელებდი ბრძოლას, მე დღესაც ვაგრძელებ ბრძოლას, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის გზით და ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჯაჭვი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.